სახელმწიფოზე იმის დასრულების შემდეგ დედას გადასცეს საბუთები და უთხრეს, რომ ბავშვი სკოლიდან გარიცხული იყო. დედას თავაზობდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისთვის სპეცმასწავლებლის აყვანას ფინანსურად თავად უზრუნველყოფდა, თუმცა საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მიიჩნია, რომ უცხო ადამიანის შეყვანა ბაღში მისთვის მისაღები არ იყო. ასე გახდა პრესკულის აღსაზრდელის საქმე სასამართლო დავის საგანი 2 წლიანი განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და საბავშვო ბაღს დაზარალებული აღსაზრდელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თუმცა 10,000 ლარი ალბათ არაფერია იმ ზიანთან, რაც მოზარდს და მის მშობელს მიადგა, თუმცა სასამართლოს ეს შედეგი კი ნამდვილად იქნება შვება ბევრი მშობლისთვის. მარიამ გაბოძე პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტია ჩვენი სტუმარი, რომელიც საქმის დეტალებს და მნიშვნელობაზე გვეტყვის და ასევე მარიამთან ვისაუბრებთ ინკლუზიური განათლების შესაძლებლობებზე საქართველოში, რა პრობლემებს უქმნის საგანმანათლებლო სისტემა SSSM ბავშვებს, რა დილემის წინაშე დგანან მშობლები. მოგესალმები მარიამ. გამარჯობა. გესმით ჩვენი ხმა, ხო? უჩვეულო ადგილიდან გვერდები და ძალიან დიდი მადლობა, რომ მაინც მოახერხე და გვერდები. მარიამ, მოდით აი ამ ამბავზე, სანამ ინკლუზიურ განათლებაზე და მის პრობლემებზე ზოგადად ვისაუბრებთ, ამ კონკრეტულ სადაო ამბავზე მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს 2 წელი მიდიოდა დავა. აი რა აჩვენა ამ პროცესმა, რატომ არის მნიშვნელოვანი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, სადაც დადგინდა, რომ დისკრიმინაციული იყო სკოლის მიდგომა მოსწავლის აღსაზრდელის მიმართ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბოდის გიხდით, რომ მანქანიდან გერთვებით ისევ ბავშვებთან შესახვედრად რაც ვიყავით დღეს და პირველი შემთხვევაში თავარია რომ გვერთვებით და ხარისხი და ხმა არის კარგი, ასე რომ საბოდიშეც არაფერია გისმენთ. მადლობა რომ აშუქებთ ამ საკითხს. ასევე თამუნა მქვია, მარიამი არა თამუნა, მოკლედ. კი ბატონო. საქმე ეხებოდა. ბოდის გიხდით თამუნა. არ არის პრობლემა, საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან ამბავს და ეს არის ბავშვის გამარჯვების ისტორია. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს იყოს მონაწილე იმის, რომ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ უფლებებზე საერთოს მართლმსაჯულების პროცესში, ეს არის ბავშვის უფლება, რომ ჰქონდეს მართლმსაჯულების მისაწვდომობაზე შეუფერხებელი წვდომა და სასამართლო მის მიმართ იყოს მეგობრული, სასამართლომ გაითვალისწინოს ბავშვის საჭიროებები და ბავშვი ამ პროცესში იყოს სრულად ჩართული. ეს საქმე თავისი მნიშვნელობით მართლაც არის ერთ-ერთი უნიკალური, რადგან ბავშვი იყო თავად მოსარჩელე და ითხოვდა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენას, რადგან მას სკოლამდელი, ანუ ფრესკულის დატოვება, ეგრეთ წოდებულის, მოუწია მისი სურვილის და ნების საწინააღმდეგოდ ერთ იყო სკოლის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ბავშვს აშკარად სჭირდებოდა სერვისი, პერსონალური ასისტენტი, დედა თხოვდა მასწავლებელს, რომ გაითვალისწინებინა ბავშვის საჭიროება, ასევე დედა ამბობდა, რომ თავად უზრუნველყოფდა ფინანსურად პერსონალური ასისტენტის სერვისს თავისი შვილისთვის, უბრალოდ ითხოვდა დაშვებას, რომ სკოლაში მისულიყო ბავშვთან სამუშაოდ. სხვა მასწავლებელი, რომლის საშუალებაც არ მისცეს და ხდებოდა დედის დისკრედიტაცია ხშირად, იქამდე მივიდა ეს ყველაფერი, რომ ბავშვს დაატოვებინეს დაწესებულება, რაც ძალიან ძიმე დაისახა როგორც ბავშვის, ასევე მშობლების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. დასახმარებლად მომართა ორგანიზაციას მშობლებმა და ბავშვმა და ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი და მოვითხოვეთ, რომ აი ამ არასწორი ფაქტისთვის სასამართლო შეეფასებინა სასამართლო შეეხედა ბავშვის პერსპექტივით და დაედგინა დისკრიმინაციული მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, აქ მნიშვნელოვანია თვითონ დისკრიმინაციული ფაქტის დადგენა, რადგან სასამართლომ იმსჯელა ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე მოწმეები იქნენ გამოკითხული სასამართლოში, პოზიციები იყო მხარის მოსმენილი, სადაც სალსახად გამოვლინდა, რომ სკოლისთვის მიუღებელი ეს ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ მისი სტატუსიდან გამომდინარე იყო. რაც რა თქმა უნდა წინააღმდეგობაშია ბავშვის უფლებათა სამართალთან და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა ეფექტური მექანიზმი, რომ არც კერძო და არც საჯარო დაწესებულებებში ბავშვებს არ მოუწიოთ მსგავსი რამის გავლა და ბავშვები არ დაექვემდებარონ განსხვავებულ მოპყრობას ნებისმიერი ნიშნით. კი ბატონო, თამუნა, რა იცავდა მანამდე მშობელსაც და ბავშვსაც და აი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გასაგებია რომ ეს ინდივიდუალური შემთხვევა არის, მაგრამ რამდენად გამოდგება SSSM ბავშვების ყველა შემთხვევაზე ეს გადაწყვეტილება, როგორც რაღაც დამცავი მექანიზმი, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც დამცავი მექანიზმი.
აი როგორი იყო სიტუაცია? მანამდე რა იცავდა? მოდით აქედან დავიწყოთ. არსებობს ბავშვის უფლებათა სამართალი, ეს არის ეროვნული კანონმდებლობა, მაგალითად ბავშვის უფლებათა კოდექსი, საერთაშორისო ხელშეკრულება, ბავშვის უფლებათა კონვენცია, ამ ბავშვის შემთხვევაში მასზე ვრცელდებოდა მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კანონი. კანონმდებლობა არსებობდა ისედაც ბავშვის დასაცავად, მთავარია ამ კანონმდებლობის აღსრულება და სახელმწიფოს ნება და ქმედებები, რომ კანონმდებლობა რეალურად რეალიზებული იყოს და ანუ კერძო სკოლის შემთხვევაში რა იყო? სკოლის ბერკეტი რითიც უარს ამბობდა ბავშვის მიღებაზე და სერვისის მიწოდებაზე. სკოლა და საჯარო სკოლაც ვალდებულია, რომ არ დაარღვიოს ბავშვის უფლებები და ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოა ვალდებული, რომ შესთავაზოს ბავშვებს სერვისები ისეთი და მიიღოს ყველა პოზიტიური ღონისძიება ისეთი, რომ არც მესამე პირებისგან, არა მხოლოდ სახელმწიფოსგან, არამედ არც მესამე პირებისგან არ დაირღვეს ბავშვების უფლებები. და კერძო სკოლას მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი რეგულაცია და მეტი ლავირების ფარგლები ჰქონდა, მასაც ევალებოდა, რომ შეესრულებინა ბავშვთა უფლებათა სამართალში აღწერილი ნორმები და არ დაეშვა ბავშვების დისკრიმინაცია. ანუ ის, რომ კერძო სკოლა ბავშვის უფლების დარღვევით ვერ გამართლდება, ცხადია, იმიტომ რომ ბავშვის უფლებების დარღვევა არა მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება, არამედ ყველა იმ ადამიანის ვალდებულება, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან და რომლებიც ბავშვებს სერვისებს თავაზობენ. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ნორმები ბავშვის უფლებების შესახებ კერძო სკოლისთვისაც იყო სავალდებულო. კი ბატონო, მაშინ აღსრულების საკითხს როცა მიდგება ჯერი, რასთან გვაქვს პრობლემა? უბრალოდ მკაცრი არ არის სისტემა მათ მიმართ, აი სასწავლო ორგანიზაციების მიმართ, ვინც არღვევს კანონს ბავშვების მისამართით, თუ რატომ ხდება, რომ ისინი ბედავენ, რომ არ აღასრულონ კანონი? აი იცით რა არის, როდესაც ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა და სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის ეს ბავშვებთან მით უმეტეს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ არ არის ნება, ზოგჯერ არ არის კომპეტენცია, ზოგჯერ შეიძლება იყოს სხვა გარემოებები, რაც რა თქმა უნდა ეს არ არის ბავშვის ტვირთი და ეს არ არის ბავშვისთვის საინტერესო, რა მიზეზი შეიძლება იყოს და რა მიზეზით შეიძლება დაირღვეს ბავშვის უფლებები. სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ამ შემთხვევაში ეს იყო სკოლის ნება, რომ უცხო ადამიანი, მათთვის უცხო ადამიანი არ დაეშვათ სკოლის ტერიტორიაზე იმის მიუხედავად, რომ დედა უხსნიდა და მათთვისაც ცნობილი იყო, რომ ბავშვს ჰქონდა საჭიროება და ეს უცხო ადამიანი არანაირად ხელს არ შეუშლიდა არც ერთი სხვა ბავშვის სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესს. კი ბატონო, თქვენ მკითხეთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. ხადია გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს ეხება მსჯელობას, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნის ინტერესებს და მაგალითად სპეციალურ საჭიროებებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ამ კონკრეტული საქმისთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის, ვისაც სჭირდება ინკლუზიური განათლების დროს სპეციალური სერვისების სარგებლობა, სპეცმასწავლებელი ან სხვა საგანმანათლებლო საჭიროებები ყველა ბავშვისთვის იქნება გასათვალისწინებელი, ანუ სასწავლო პროცესების დროს განათლების სისტემაში სავალდებულოა, როდესაც იქნება დადგენილი სტანდარტი და როდესაც გადაწყვეტილებაში დაიწერება როგორია სწორი ფორმა, როგორ უნდა მოქცეულიყო სკოლა, როგორ არ დაირღვევდა ბავშვის უფლებები, ცხადია ამას ექნება მერე გავლენები პოზიტიური და რა თქმა უნდა შემცირდება ბავშვის ახალი მექანიზმი გააჩინა ერთგვარად ამ გადაწყვეტილებამ, ხო? ანუ მშობლებს, რომლებსაც მაგალითად სკოლები უარს ეუბნებიან სხვადასხვა მიზეზით, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იქნება, კი ბატონო. თამნო, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ კიდევ რაღაცა გავარკვიოთ მშობლები ამ ამბავშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებსა და შიშუმ ბავშვების უფლებების განსხვავება და დაცულობა. ანუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა ამ ორი კატეგორიის ბავშვებს შორის და თუ მოდის თანხმდრაში საერთაშორისო კანონმდებლობასთან ის რაც გვაქვს მაგალითად საქართველოში. და მოდით ვთქვათ თან კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ორივე ვთქვათ, ხო? ვინ რას თავაზობს მშობლებს და ბავშვებს ამ შემთხვევაში? მე წეგან როგორც აღნიშნე საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება კერძო თუ საჯარო, არც ერთგან არ შეიძლება რომ ბავშვის უფლებები დაირღვეს და ორივე შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო კერძო დაწესებულებასთან ერთად თუ ეს იქნება სახელმწიფო კერძო დაწესებულებაში. რაც შეეხება რომელ ბავშვს რა შეიძლება დაჭირდეს, არსებობს ბავშვის უფლებათა კონვენცია. ბავშვის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლში წერია, რომ ის უფლებები, რაც ჩამოთვლილია ამ კონვენციაში, მათ შორის განათლების უფლება, უნდა ისარგებლოს ყველა ბავშვმა
ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად. ეს იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, თუ ეს იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, თუ არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, უფლებებით უნდა ისარგებლოს ნებისმიერმა ბავშვმა ნებისმიერი განსხვავებულობის მიუხედავად და ეს განსხვავებულობა თუ სირთულეებს ქმნის, მაგალითად განათლების მიღების დროს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს უბრალოდ შეიძლება კონკრეტულ დროს დახმარება ჭირდებოდეს, ხო? კონკრეტულ პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეიძლება სხვა სახის დახმარება ჭირდებოდეს. სახელმწიფომ სკოლამ უნდა დააიდენტიფიციროს კონკრეტულად რა ჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ სხვებთან თანაბრად, სხვა ბავშვებთან თანაბრად ისარგებლოს უფლებებით და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ აღმოფხვრას ყველა ხელისშემშლელი გარემოება. არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვი იქნება სპეციალური საჭიროების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ინკლუზიური განათლების უფლება, რაც ყველა ბავშვს უფლება, ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ისეთი სერვისები, რომლებიც ყველა ბავშვს ჩართავს პროცესში, რომლებიც ყველა ბავშვს თანაბრად მისცემს შესაძლებლობებს და თანაბრად უზრუნველყოფს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვულოცავ თქვენს გუნდს და თქვენს პირადად აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბის მოგებას. დიდი მადლობა. ვემშვიდობები სტუმარს და შევახსენებ რომ ჩვენს მაყურებელს რომ თამუნა გაბოძე ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ადვოკატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 21 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი რეგისტრირება სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს არის რეგისტრაციის პირველი ეტაპი. რა პირობებით და რა ვალდებულებებით ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სექტორი სსმ ბავშვების შემთხვევაში რესურს ცენტრის ხელმძღვანელიც განმარტავს ამას. გოჩა დავითაძის კომენტარი შეგვიძლია მოვისმინოთ. ჩვენ საუბრობთ ინკლუზიური განათლების შესაძლებლობებზე სკოლებში და ბატონი გოჩას განმარტება სწორედ ამ ნიშნით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მოვისმინოთ. პირველ კლასელთა რეგისტრაციის დაწყებამდე საჯარო სკოლები განსაზღვრავენ პირველ კლასში მიესაღე მოსწავლეთა რაოდენობას. ამ რაოდენობას განსაზღვრავენ სკოლის მატერიალური ბაზის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ რამდენი საკლასო ოთახი აქვს და თავისუფალი და რამდენი კლასის მიღება შეუძლიათ და შესაბამისად რამდენი მოსწავლის მიღება შეუძლიათ. საბოლოოდ განისაზღვრება პირველ კლასში მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა და აქედან 10% განისაზღვრება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ორიგოდ. თუმცა აქაც შეიძლება იყოს პრობლემა, მაგალითად თუ სკოლა აღებულობს მაგალითად 100 ბავშვს სულ და აქედან ესე იგი 10 ბავშვი იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიღება შეიძლება სკოლას. თუ სკოლას მიაკითხავს 10-ზე მეტი ბავშვი მშობელი, მაშინ ამ შემთხვევაში 10-ზე მეტ სკოლა ვერ მიიღებს. მშობლებმა უნდა მიაკითხონ სკოლებს, უნდა დაწერონ განცხადება, თან უნდა წარადგინონ სამედიცინო დასკვნაცნობა თუ რა პრობლემები აქვს ბავშვს და იქვე სკოლაში უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა. შემდგომ ეს დოკუმენტები რესურს ცენტრის გავლით გადაეგზავნება მულტიდისციპლინარულ გუნდს. მულტიდისციპლინარული გუნდი მოახდენს ბავშვების შეფასებას და დაადგენს მათ საგანმანათლებლო საჭიროებებს. უმეტესობას რა თქმა უნდა საჭიროება სპეციალური მასწავლებლის მომსახურება, შეიძლება საჭიროებდეს ასისტენტის მომსახურება, ფსიქოლოგის მომსახურება, მეტყველების თერაპევტის მომსახურება და ასე შემდგომ. სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლების რეგისტრაცია ასე ადრე იმიტომ არის დაწყებული, რომ საბოლოოდ დადგინდეს ამ მოსწავლების საჭიროებები და შესაბამისად შემდგომ სკოლებიც მოემზადონ ამ ბავშვების სკოლაში მისაღებად. როდესაც სკოლებს მიუვათ დასკვნები, ისინი გაეცნობიან მულტიდისციპლინარული გუნდის დასკვნებს, ნახავენ რომელ ბავშვს რა მომსახურება სჭირდება და შესაბამისად სკოლები მოემზადებიან მათ მისაღებად, მიიღებენ შესაბამის სპეციალისტებს კონკურსის გზით და სკოლები დახვდებიან მომზადებული ამ ბავშვებს. თუ სკოლას ეყოლება ერთი ბავშვის, რომელსაც მულტიდისციპლინარული გუნდის დასკვნაში ექნება ჩაწერილი, რომ ესაჭიროება სპეცმასწავლებლის მომსახურება, ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ამ კონკრეტულ ბავშვს აუყანოს სპეცმასწავლებელი.
კერძო სკოლების შემთხვევაში ამ შეთანხმებას დებენ თავად მშობელი და კერძო სკოლის დირექცია და თვითონ მორიგდებიან ამ საკითხებში. აქ ჩვენ უბრალოდ ვერ ჩავერევით. თუ საჭირო იქნება ბავშვების შეფასება, რა თქმა უნდა, კერძო სკოლის ბავშვების შეფასებასაც ახდენს მულტიდისციპლინური გუნდი, რომ დადგენდეს რა საჭიროებები აქვს. დანარჩენს თვითონ სკოლები უწევენ ადმინისტრირებას. თქვენ ისმენთ ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის ინტერვიუს და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო განმარტება იყო მშობლებისთვის განსაკუთრებით. სანამ სხვა თემებზე გადავალ, რაზე სასაუბროდაც შევითანხმეთ ჩვენი მორიგი სტუმარი, აუცილებლად მინდა ვკითხო ამ თემაზეც მისი კომპეტენციის და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით. კახა ერაძე გვყავს ხაზზე, განათლების საკითხების სპეციალისტი და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. რამდენიმე საკითხი დაგროვდა, რაზეც ბატონი კახას შეფასება არის საინტერესო. მათ შორის უმაღლესი განათლების რეფორმა, მათ შორის ოფიცრების ინსტიტუტის სკოლებში და აქვე იყოს ინკლუზიური განათლების შესაძლებლობებით და არსებული მოცემულობაც. მე მივესალმები სტუმარს. საღამოშიდობის ბატონ კახა. მოგესალმებით, მივესალმებით ხეს მაყურებელს. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ შეგითანხმეთ, მე მგონი 3 კვირის წინ და ამ 3 კვირის განმავლობაში იმდენი თემა დაგროვდა, რომ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენ შეფასებებს ყველა თემასთან დაკავშირებით და მოდით დავიწყოთ ინკლუზიური განათლების შესაძლებლობებზე. ჩვენი პირველი თემა სწორედ ამას ეხებოდა და მოვისმინეთ ადვოკატისგან იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც მოსწავლის სასარგებლოდ დასრულდა და სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია. მოდით ვთქვათ, ინკლუზიური განათლების გამოწვევები ავტორიზაციის პირობებითაც ევალდებულებათ სკოლებს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღება განახორციელონ და მათთვის შექმნა სპეციალური სერვისები. მაგრამ ეს რიგ შემთხვევებში და ხშირადაც ასე არ ხდება, ეს არაოფიციალურად, თუმცა სკოლები მაინც ცდილობენ, რომ ეს პრობლემები თავიდან აირიდონ და მოცემულობაში გვაქვს ის, რომ რამდენიმე სკოლა სპეციალისტ და ამ მიმართულებით და მხოლოდ რამდენიმე სკოლას თავაზობს სერვისებს SSSM მოსწავლეებს. რასთან გვაქვს საქმე, რატომ ვერ ხერხდება ეს და რატომ ხდება ასე, რომ სკოლები უარს ამბობენ და მშობლები იძულებულები არიან, რომ წაიყვანოს სხვა სკოლაში ბავშვები? მადლობა. საკმაოდ სენსიტიური საკითხია, ეცეთ ამას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია გააჩნია. ტრადიციულად პოსტსაბჭოთა პერიოდში და სანამ ამ მიმართულებით კანონმდებლობა შეიცვლებოდა, ქვეყანაში არსებობდა სპეციალიზებული სკოლები. ეს არ ეხება მხოლოდ ზოგად განათლებას, ეს ეხება პროფესიულ განათლებასაც და ნებისმიერი განათლების სერვისების მიწოდებას. არსებობდნენ სპეციალიზებული სკოლები, სადაც თავს იყრიდნენ გარკვეული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. ეს სკოლები დაოსტატებულნი იყვნენ თავისი აღჭურვილობით, ადამიანური რესურსით, სწორედ ადეკვატური სერვისების მიწოდებისათვის. მოგვიანებით შეიცვალა კანონმდებლობა და სხვათა შორის იქნა გადმოღებული სკანდინავიის ქვეყნების პრაქტიკა, სადაც არ არის სპეციალიზებული სკოლები, არამედ ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულფასოვნად სთავაზობს მსგავს სერვისებს საზოგადოებას. ოღონდ ეს კი ჩაიწერა კანონში, ოღონდ რამდენად ქვეყანა მზად იყო ფინანსურად. ნახეთ, ეს ძალიან ძვირი მომსახურეობა. არა მხოლოდ რამდენიმე ტიპის საგანმანათლებლო საჭიროება, თუნდაც გადაადგილების უნარშეზღუდულ პირთა ადაპტირებაც კი იწვევს ძალიან დიდ დანახარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ავტორიზაციის დებულება და კანონმდებლობა სავალდებულო წესით განსაზღვრავს დაწესებულებებისთვის მსგავსი სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ეს ის ცხელი კარტოფილია, რომელსაც ხელს ამ წუთში ვერავინ ვერ მოკიდებს, იმიტომ რომ თუ ამ საკითხზე იქნება მკაცრი მონიტორინგი განხორციელებული, არა მხოლოდ კერძო სკოლები, საჯარო სკოლების უმეტესი ნაწილი ვერ დააკმაყოფილებს ამ სტანდარტს და მას სავარაუდოდ უარი ეთქმება ავტორიზაციაზე. ამიტომაც ეს თემა, რაზეც ქვეყანა მუშაობს, ალბათ უნდა იმუშაოს და რეაბილიტაციის პროცესშიც შენობების, ნაგებობების და ასე შემდეგ ადაპტირებული გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მაგრამ მხოლოდ ადაპტირებულ გარემოზეც ხო არაა საუბარი. აქ არის უკვე ფსიქოლოგის მომსახურება, შეიძლება სკოლას არ ქონდეს საუბარი შეზღუდული გადაადგილების უნარებზე, არამედ იყოს სხვა მენტალურ პრობლემებთან დაკავშირებული შეზღუდულობა, ან განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვიც კი უკვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებაა და მას სჭირდება ძალიან მაღალი დონის მომზადების მქონე კადრები,
ყველა სკოლაში ეს არ არის თემა, სადაც სამინისტროში ვიღაცა იქნება და ქვეყანაში არსებული 2500-მდე სკოლას გაუწევს მომსახურებას თბილისიდან. ამიტომაც ასეთი კადრების ნაკლებობა თქონდა ცალსახაა და მით უმეტეს მაშინ როცა მასწავლებლების კადრების ნაკლებობაზეცაა საუბარი, სპეცმასწავლებლების დეფიციტი სერიოზული გამოწვევა არის, კი ბატონო. ყველა მასწავლებელშია დეფიციტი, არა მხოლოდ სპეცმასწავლებლებში, საგნის მასწავლებლებში სერიოზული დეფიციტი. ასე რომ ეს დეფიციტი წარმოშობს სწორედ არაადეკვატურ მომსახურეობას და მე სულაც არ მიკვირს, რომ მსგავსი кейსი დადგას, სულაც არ მიკვირს და მიხარია, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილება დადგა, მაგრამ სისტემურად ეს რაც გამოასწორებს, ეს სხვა საკითხია. ანუ საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტირება, როგორც ადამიანურ რესურსში, ასევე მატერიალურ რესურსში, იმისთვის, რომ განათლების სისტემა მოვიდეს შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებთან. კი ბატონო, ბატონო გახა სახელმწიფოს ვალდებულებებზე ვსაუბრობთ და მოდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ. ანუ ხანდახან ხშირად დაკვირვებითაც და არაოფიციალურადაც ესე ხდება, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს სახელმწიფო არ იმჩნევს და ხშირ შემთხვევაში მშობლების კეთილნებაზე არის დამოკიდებული SSSM ბავშვს ექნება თუ არა განათლება. ამ შემთხვევაში თქვენი გამოცდილება და თქვენი ინფორმაციით მითხარით, რამდენად შემაშფოთებელი შესაძლოა იყოს სტატისტიკა და იმისთვის, რომ ეს ბავშვები არ დარჩნენ განათლების მიღმა, რა არის საჭირო, ვისი ჩართულობა? იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების და განათლების სპეციალისტების, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო უწყებებს ამ შემთხვევაში, თუნდაც თქვენ. ერთი სახელმწიფო უწყებას წარმოვადგენდი და ამჯერად საგანმანათლებლო დაწესებულებასაც წარმოვადგენდა, ასე რომ სხვადასხვა გაზომილებიდან შემიძლია დავინახო ეს პრობლემა. ჩვენ წეგან ვისაუბრეთ მზაობაზე, სისტემის მზაობაზე გასწიოს ეს სერვისები, მაგრამ მეორე მხარე ამ პრობლემისა გახლავთ ასევე საზოგადოების მზაობა. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სწორედ ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ მშობლებს როგორც წესი არ მოსწონთ, რომ მათი შვილი გახდეს ამ სტატუსის მატარებელი. ეს სერიოზული პრობლემაა, იცით, იმიტომ რომ ამ სტატუსის შეძენით სწორედ შეიძენს ბავშვი კანონიერ უფლებას უკვე ისარგებლოს იმ სერვისებით, რა სერვისებზეც არის საუბარი. თუმცა სახელმწიფო როგორც მოქალაქეს თუ იმჩნევს ამ საჭიროებების მქონე მოსწავლეს, არ მგონია რომ მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ მათ შვილი განათლების პროცესში ჩაერთოს. ვისი პასუხისმგებლობა უფრო არის ამ შემთხვევაში, ესე დავსვამდი. ორივე მხარის პასუხისმგებლობა არის. ერთია რომ არ იმჩნევს, გასაგებია, მაგრამ ცდილობს რაღაცა გააკეთოს და ვერ ვიტყვით, არსებობს მულტიდისციპლინარული გუნდები, ვისაც ვთქვათ მიუმართავს მათ რეაგირება ქონიათ. რამდენად წვდებიან ისინი მასშტაბებს სხვა ამბავია, მაგრამ ღმერთთან უკრავს, რომ მიმართვიანობის მასშტაბები გაიზარდოს, ეს რესურსი არაა საკმარისი. მე მაინც გეტყოდით, რომ დაახლოებით 10 შემთხვევიდან 2 მიმართავს უკვე ფორმალურ სტატუსის მოპოვებას. დანარჩენი ჯერ კიდევ მალავს. ანუ ჩვენ საზოგადოებასთან გვაქვს პრობლემა, მშობლებთან გვაქვს პრობლემა, რომლებიც მალავენ ამ საკითხს, სკოლამდე არ მიდის, სასწავლებლამდე არ მიდის, ურჩევნიათ რომ დარჩეს ეს მიჩქმალული და სამაგიეროდ ბავშვი ვერ იღებს იმ ადეკვატურ სერვისს, თუნდაც იმ წირ ადეკვატურ სერვისს, რომელსაც ამ წუთში სახელმწიფო მზად არ არის. კი ბატონო და ამ მიდგომით მაშინ შემაშფოთებელი სტატისტიკა შეიძლება გქონდეს, ვინც ამ სტატუსის მიღმა არის დარჩენილი. ვარ ბევრად მაღალია ამისი მაჩვენებელი, რომელიც ჯერ ზედაპირზე არ ჩანს და არავის არ დაუდგენია მათი სტატუსი. კი ბატონო, ბატონო ხა ოფიცრების ინსტიტუტზე უნდა გკითხოთ აუცილებლად ბოლო დღეების განმავლობაში აი ამ ახალ პოზიციას სკოლებში ოფიცრების ინსტიტუტის შემოღებას მოყვა არაერთგვაროვანი შეფასება. თქვენ როგორ გაიგეთ ეს ამბავი? ამაზე მინდა რომ გკითხოთ, თან პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და გაკონტროლებაზე იქნება ორიენტირებული ოფიცრის ინსტიტუტის სკოლაში და მათ შორის ეხება SSSM ბავშვებსაც განსაკუთრებით და შშმ ბავშვების უფლებებსაც. მე ეს გავიგე ძალიან ადეკვატურად. ნახეთ, ეს თემა ახალი არ არის, ახლა ჩვენ თუ ან ვიღაცას უნდა რომ ამისგან შექმნას ბუა, შეიძლება შექმნას. ამ საკითხის დრამატიზება ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მსგავს ვალდებულებას ადგენდა ჯერ კიდევ 2 წლის წინ. ასე რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანონის ვალდებულებების აღსრულებას ან არა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან
მით უმეტეს არჩევნების შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულიდან ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება კერძოც და საჯაროც ვალდებული იყო ყოლო და ოფიცერი, შეიძლება ოფიცერი ასე შეეხოს. პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. რომელიც შეეხება არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ შეეხება ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანურ რესურსს, ყველას ვისი მონაცემების დამუშავებას დაწესებულებაში ხდება და სხვათა შორის ეს ვალდებულება სულაც არ არის მოფიქრებული, ვთქვათ, რაიმე უღმართი მოსაზრებებიდან, არამედ ევროკავშირის ვალდებულებები მომდინარეობდა და მომდინარეობს. მე მეცალს ვიტყვი, მე საკითხ სხვაგვარად დავსვალი. ან აქამდე რატო არ დადგა ეს და ეხლა რატო მოხდა რეაგირება ამ თემაზე, როდესაც უკვე თითქმის 1 წელი გავიდა, რაც ეს ვალდებულება შემოვიდა და მეორეც, ანუ მიდგომა იყო საკმაოდ მეურნეობრივი, ასე ვთქვათ, როცა სკოლაში კი არ გაჩნდება ეს ოფიცერი, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანი თუ ოფიცერი სიტყვა გვაშინებს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი, არამედ რესურს ცენტრში. და რესურს ცენტრის მასშტაბებიდან ის მოემსახურება რესურს ცენტრში შემოვალ ყველა სკოლას. მე პირიქით ვიტყოდი, როცა თითოეულ რესურს ცენტრზე საშუალოდ 30 სკოლა მოდის და მეტიც, ეს ერთი ადამიანი რამდენად გაწვდება ამდენი ბავშვის პერსონალური მონაცემების და ამდენი მასშტაბის პერსონალური მონაცემების დაცვას. აქ არ არის საუბარი მონაცემების შეგროვებაზე, სადმე მიწოდებაზე და სახელმწიფოს თუ უნდოდა და დარწმუნებული ვარ, უნდოდა ეს აქამდეც გაკეთებულია და თუ სადმე ODR იყო საჭირო, აქამდეც მუშაობდა ანუ ნუ ვაბავთ ამ ორ თემას ერთმანეთთან. ეს იყო წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც და საქართველოში საბჭოთა კულტურიდან გამომდინარე, ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა უშიშროებისა და ODR-ის. კი ბატონო, მაშინ მე დავსვამ ესე კითხვას, რამ გააჩინა ეს უნდობლობა აი ამ გადაწყვეტილების მიმართ, იმიტომ რომ განათლების საკითხების სპეციალისტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც სკეპტიკურად შეხედეს ამ გადაწყვეტილებას, გააკეთეს განცხადებები და თქვეს, რომ ეს იქნება ერთგვარად პოლიტიკური გავლენების გაძლიერება სკოლებზე და სხვათა შორის აქვე თქვეს, რომ რესურს ცენტრებს ისედაც ჰქონდათ წვდომა სკოლებში მონაცემებზეც და ყველანაირ რესურსზე, რაც შესაძლებელია რომ ქონოდათ. ეხლა რატომ გაჩნდა თქვენს დასვით ეს კითხვა, რომ აქამდე რატო არ ქნესო და რატომ გაჩნდა უნდობლობა ამ საკითხის მიმართ, თქვენ როგორ გაიგეთ მაშინ ეს ამბავი? მით უმეტეს ნახეს თქვენ თვითონ ბრძანებთ რომ რესურს ცენტრებში და ისინი ბრძანებენ რომ რესურს ცენტრებში აქამდეც იყო წვდომა ამაზე და მით უმეტეს თუ წვდომა იყო, ახლა რა შეიცვალა? კონკრეტულ ადამიანს ვისაც წვდომა აქვს დაერქვა კონკრეტული სახელი. თუ კი კარგად შევხედავთ საკითხს, აქ არის საუბარი პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, რომლის მსხვერპლიც შეიძლება ჩვენს გავხდეთ, ბავშვის გახდეს, ანუ აქ საუბარია ჩემი პერსონალური მონაცემების არასწორ გამოყენებაზე. არა იმიტომ, რომ ჩემზე ვიღაცამ კონტროლი განახორციელოს. არამედ მიწოდებული იქნას განსხვავებული მიზნებისათვის, მესამე მხარისათვის, თორე სახელმწიფოსთვის ამისი წვდომა კიდევ ერთხელ ვიტყვი, არსებობს. ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს სახელმწიფო აფიშირებული მინისტრის ბრძანების გარეშეც იპოვის ყოველთვის გზებს თუ ჭირდება, შეაგროვოს პერსონალური მონაცემები და დაამუშავოს. მით უმეტეს ეს ეხება კერძო სკოლებსაც, ხო რატომ საუბრობთ მხოლოდ საჯაროზე? კერძო სკოლებშიც ხო არიან ასეთი ოფიცრები. კანონმდებლობა ხო ყველას დაავალდებულა. ეხლა რატო გახდა ეს ტკივნეული? იმიტომ რომ ნებისმიერი თემა, რომელიც აი ამ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში და დაძაბულობის მუხს შეძენს საზოგადოებას, ალბათ არის მომგებიანი. ალბათ ეს სწორედ. ჩვენ თუ ამას შევხედავთ, სწორ აი ხო სიმართლე უნდა ვთქვათ, ხო? ახლა მე არც იქიდან მე ვარ სიმართლის მხარეს და მე კი ბატონო. ანუ ობიექტურობის მხარესა ვარ. ეს იყო კანონისმიერი ვალდებულება, ეს ვალდებულება მოდიოდა ევრორეგულაციებიდან, ეს ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა წლების წინ, უბრალოდ ეხლა მოხდა მასზე რეაგირება და ეს არის მთელი მოცემულობა. კი ბატონო, ბატონ კახა, მე სანამ სხვა თემაზე დაგისვავთ კითხვას, მოდით რესურს ცენტრის, ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარი მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებითაც. გოჩა დავითაძემ გააკეთა განმარტება სინამდვილეში რას ემსახურება ოფიცრების ინსტიტუტის გაჩენა და ეს ცვლილება. მოკლე ინტერვიუ და შემდგომ სხვა თემაზე უნდა დაგისვათ კითხვა.
საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ყველა ორგანიზაციას უნდა ყავდეს პერსონალური დაცვის მონაცემის ოფიცერი. შეუძლებელია ამ ეტაპზე, რომ ყველა სკოლას ცალკე ინდივიდუალურად ყავდეს აყვანილი და საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ხარაგადობის სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ რესურს ცენტრში გამოიყოს ერთი პირი და ამ ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ გაუწიოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლას დახმარება და კონსულტაცია და შესაბამისი მომსახურება. ეს კონკრეტული თანამშრომელი ეს ოფიცერი გაუწევს სკოლებს კონსულტაციას, როგორ უნდა იყოს დაცული სკოლაში პერსონალის მოსწავლეების პერსონალური მონაცემები. აი მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან, სკოლებში არის ვიდეო თვალები, რომელიც აფიქსირებს სხვადასხვა ჩანს სხვადასხვა ინფორმაციები, ხო? ამ შემთხვევაში ვიდეო თვალი მაგალითად ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ პირის პირადი ინფორმაცია, აი მაგალითად პირადი ნომერი არ უნდა ჩანდეს იმ ვიდეო თვალის კადრში. და როცა ნახავთ, რომ თუ ესეთ მსგავსი რაღაცა ხდება, ამ შემთხვევაში ეს ოფიცერი მიცემს კონსულტაციას გაუწევს, როგორ უნდა გასწორდეს ეს ვიდეო თვალი მაგალითად. და სხვა უამრავი პერსონალური მონაცემები ხო არის სკოლაში ინახება და როგორ იქნეს ისინი დამუშავებული, რომ არამიზნობრივად არ იქნეს გამოყენებული ბავშვების და სკოლის თანამშრომლების პერსონალური მონაცემები. ბატონ კახა, ისმენდით განმარტებას პრინციპში ცუდი განზრახვა არ ჩანს, მაგრამ რამდენად ქმედით იქნება ვნახოთ. აი, სკეპტიკურად ვინც არის განწყობილი, ეს ადამიანები მუდმივად საუბრობენ, რომ პოლიტიზირებული არის საგანმანათლებლო სისტემა და მუდმივად არის ცდილობა, რომ გაძლიერდეს პოლიტიკური გავლენები. ამასობაში განათლების უწყება და გადაწყვეტილების მიღები ადამიანები ყველა ცვლილებას და ყველა გადაწყვეტილებას განმარტებების სახით ამატებენ ხოლმე, რომ ეს მიმართული არის საგანმანათლებლო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. მაგრამ სინამდვილეში როგორ ხდება? რასთან გვაქვს საქმე, როცა ვხედავთ უშუალოდ გადაწყვეტილებას? მაგალითად, ეხლა უნდა გკითხოთ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ და ვიცით, რომ ის კომისია, რომელმაც რეფორმა უნდა შეიმუშაოს, მთლიანად არის პოლიტიკოსების მიერ დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება, რომელიც ეხება განათლების ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნის წესს, რის გამოც ჩვენ დაგვახარვეს ეს ევროპულმა ორგანიზაციებმა შეიცვალა, თუმცა ხელმძღვანელს ისევ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, რაც ცხადია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ინტერესი აქაც იყოს, ხომ? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ანუ ერთი მხრივ ამბობენ, რომ ინსტიტუციური გაძლიერება მნიშვნელოვანია და დამოუკიდებლობა და პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება საგანმანათლებლო სექტორის, მაგრამ პრაქტიკულად რასაც ვხედავთ, ბადებს მაინც ბევრ შეკითხვას, მათ შორის განათლების სექტორის წარმომადგენლებში. თქვენ როგორ ხედავთ ამ ამბავს? მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საგანმანათლებლო სექტორი უნდა იყოს თავისუფალი, განსაკუთრებით სკოლის შემდგომი განათლება, რა თქმა უნდა, სკოლაში მეტი რეგულირება, იქ არის ეროვნული კურიკულუმი, სადაც მკაცრადაა განსაზღვრული კონტენტი და ასე შემდეგ და ალბათ ამის მთელ ქვეყანაში ასეა. თუმცა რაც შეეხება უფრო მაღალი საფეხურის განათლებაზე, თქვენ ახსენეთ, რომ უმაღლესი განათლება აქ პრაქტიკულად დაუშვებელია და პრაქტიკულად მიუღებელია რაიმე ტიპის პოლიტიკური გავლენების არსებობა. შესაბამისად, ნახეთ, ნაადრევია ამაზე საუბარი. მოდი ორ რამეზე ვსვათ. თუ კი სამართლებრივ ჩარჩოს შევხედავთ, ჯერ ადრეა გამოვიტანოთ დასკვნები, ანუ უნდა დაველოდოთ რეფორმების ჯგუფის გადაწყვეტილებებს, საიწავა ეს გადაწყვეტილებები და გარდა ამისა ცვლილება ბრძანებთ თქვენ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესში. ეს უფრო შესაბამისობაში მოყვანა მანამდე მიღებულ საკანონმდებლო აქტთან, სადაც განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ბევრად უფრო ადრე ჩაიწერა დირექტორის დანიშვნის წესი. უბრალოდ ის ერთგვარად წინამდებობაში მოდიოდა მე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეათე პრიმა, მეათე სეკუნდა მუხლებთან და ხდება ამ მუხლების გავლენის შეჩერება ხარისხის ცენტრის მიდგომებში. ამიტომ ამ წუთში თქვენ აბსოლუტურად სწორად ვზადეთ. ამ წუთში ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, სანამ არ დავინახავთ, როგორ დაინიშნება ცენტრის დირექტორი. მართალია, ცენტრის დირექტორის დანიშვნაზე არ გავრცელდება და ეს არის ახლა ინიცირებული ცვლილება, არ გავრცელდება 10 პრიმა დირექტორი, 10 სეკუნდა მისი მოადგილე. დანიშვნის არსებული წესი, როცა მას ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ცხადდება კონკურსი და დანიშვნა ხდება მარტივი გასაუბრების გზით. ეს არ გავრცელდება, სამაგეროდ ძალაში რჩება განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მას ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მასში მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები.
აქედან გამომდინარე ერთადერთი რაც ქრება ეს არის კონკურსი ცხადდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ახლა კონკურსი ისევ გამოცხადდება, ანუ რაში უშლიდა ხელს მეათე პრიმა და მეათე სეკუნდა მუხლები, ანუ კონკურსი ისევ გამოცხადდება, არ გამოცხადდება, მეტი ლეგიტიმაცია მიეცემა საკოორდინაციო საბჭოს თუ ნაკლები. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში ის შენიშვნა, რაც ჩვენ ენქას და ეკარისგან მივიღეთ, რომ პოლიტიკური გავლენები არ უნდა იყოს ცენტრის საქმიანობაზე, ამას ვერ აზღვევს ეს გადაწყვეტილება და ეს ცვლილება. ცალსახად არ ჩანს. ნახეთ, უკვე პრაქტიკა გვიჩვენებს საიწავედით. სამართლებრივი ჩარჩო ახლა არსებული ვერ ამბობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესდა. სამართლებრივი ჩარჩო მოიხსნა, ბევრი რეგულირება მოიხსნა, ყველაფერი დამოკიდებულია რა პრაქტიკას დავადგებით. თუმცა შინაგანი რწმენა, რა ვიცი თუ ვინმესთვის საინტერესოა, მეუბნება რომ გავლენები აქ ვერ მოიხსნება და არ მოიხსნება, იმიტომ რომ ხარისხის ცენტრი სხვა სიპებთან მიმართებაშიც კი არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის რეგულირებისა და ამის ბევრი მაგალითი დავინახეთ ჩვენ უკვე პრაქტიკაში. თუმცა დავეკვირდოთ, ვნახოთ როგორ დაინიშნება ცენტრის დირექტორი არ ყავს უკვე 2 წელიწადია თითქმის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, ალბათ მალე უნდა მოხდეს მისი დანიშვნა და დანიშვნის პრაქტიკას რო შევხედავთ, მე ვისაუბროთ რამდენად გასწორდა სწორედ ის ხარვეზები, რასაც ენქა ადგილ. კი ბატონო, თქვენ ნაწილობრივ თქვით, მაგრამ უმაღლესი განათლების რეფორმის ჯგუფზე მაინც მინდა რომ უფრო მკაფიო იყოთ, როგორი არის თქვენი მოლოდინი. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დავინახეთ, რომ ამ ჯგუფის საქმიანობაში განათლების საკითხების სპეციალისტების მონაწილეობა იყოს. მთლიანად მინისტრთა კაბინეტით არის აკომპლექტებული და პრემიერი ხელმძღვანელობს ამ რეფორმების ჯგუფს. როგორი არის თქვენი მოლოდინი და საუკეთესო ვერსია როგორი იქნებოდა? ანუ რა მოლოდინი გაქვთ, რა რეფორმა შეიძლება გატარდეს და აი ამ შემთხვევაში პოლიტიკური გავლენები არის მნიშვნელოვანი საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. პოლიტიკური გავლენები რო სახეზე იქნება, ამას სამუშაო ჯგუფის რანგი და მასშტაბიც მოწმობს. იმიტომ რომ აქ საუბარია მინისტრთა კაბინეტზე და ესაა ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების მიერ შემდგარი სამუშაო ჯგუფი. ასე რომ რა თქმა უნდა, ვერაცდებიან პოლიტიკურ კონტექსტს და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სიმპათიების თუ მიდგომების გატარებას. გადაწყვეტილებაში. ხა რამდენად ქმედითი იქნება და რამდენად შეძლებს, ახლა მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, რომელიც გახლავთ ალბათ შესანიშნავი ლექტორი, მე არ მქონია მასთან ამ კონტექსტში მუშაობა, ანუ უმაღლეს სკოლასთან ურთიერთობა ბევრ მათგანს აქვს. ალბათ საჭიროებებსაც ხედავენ და ამიტომაც შეიქმნა. თუმცა რამდენად ქმედითი იქნება. ნახეთ, უმაღლესი განათლება არ არის საკითხი, ასე ვთქვათ, ბოდიშმოუხდი მე ხელისუფლებას, მაგრამ საყოველპურო საკითხი არა, რომელშიც ყველა გაცნობიერებული. ეს საკმაოდ ღრმად მიმავალი და ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემადგენლობით ჯგუფი დამოუკიდებლად ვერანაირ ღირსეულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. თუკი კონსულტირება არ მოხდება დარგის სპეციალისტებთან. სავარაუდოდ ამითაც წავა. სხვა შემთხვევაში ეს დარჩება მაღალი და რანგის სამუშაო ჯგუფი, რითაც ხაზი გაუსვეს მნიშვნელობას და აქტუალობას საკითხისას. მე მაგალითად თუ ამ მიდგომით წავალთ, ყველა მიმართულებით შევქმნიდი ასეთი მაღალი რანგის სამუშაო ჯგუფებს, იმიტომ რომ არ არის სფერო, რომელსაც ასეთი მაღალი ყურადღება არ ჭირდება ზოგად განათლებაშიც, არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაში და ყველა განათლებაში და სხვა სფეროებშიც. კი ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენ დროში ვერ ვეტევით და ვეღარ გისვათ მორკითხვას. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. კახა ერაძე, განათლების საკითხების სპეციალისტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. და ბოლოს განათლების სამინისტროს განმარტებაც აუცილებლად უნდა თქვა, რესურს ცენტრებს, სკოლებზე ისედაც აქვთ წვდომა ყველა მონაცემზე, უბრალოდ ამით კიდევ ერთი მექანიზმი ჩნდება, რომლითაც შესაძლებელია სკოლები დაატუქსო. სწორედ ასე სკოლებში პოლიტიკურ გავლენების გაძლიერების მცდელობაც შეაფასა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა. ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება განათლების სამინისტრომ კი მათ განცხადებებს უსაფუძვლო ბრალდება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა უწოდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში განმარტებულია მიზნები
და მიზეზები, თუ რას ეფუძნება სკოლებში ოფიცრის საქმიანობის შექმნის საჭიროება და რომელიც ცვლილება ევროკავშირის მაღალი სტანდარტითაა ნაკარნახევი. და როგორია ევროკავშირის სტანდარტით მოქმედი სკოლები, რას გულისხმობს სინამდვილეში და რაში გამოიხატება ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა და საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინება, გვიყვება ჩვენი რესპონდენტი, ფინეთის საჯარო სკოლის ქართველი მასწავლებელი დალი კლემენტიდესი და მინდა გულდასმით მოვუსმინოთ მის ინტერვიუს და აქცენტებს, რა არის სინამდვილეში მაღალი სტანდარტი. მე ვარ დალი კლემენტიდეს, ფინეთიდან ჩამოვედი საქართველოში, მუშაობ სკოლაში. შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო ფინურ სკოლებზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და აღიარებულიც არის, რომ ფინურ საგანმანათლებლო სისტემა არის საუკეთესო მსოფლიოში. წლებია მუშაობ სკოლაში, დავიწყე მუშაობა როგორც სკოლის ასისტენტმა და ძალიან მომეწონა ეს პროფესია და ვასწავლე ასევე მუსიკას და ხელოვნებას. რეფორმები დაიწყო დაახლოებით 55 წლის წინ. სკოლის რეფორმებს ახდენენ პედაგოგები, ეს ფსიქოლოგები, სპეციალური კლასის მასწავლებლები და ასე შემდეგ. ხალხი, ვინც არის შემდეგ, ვინც არის ძირითადად ჩართული, ესენი არიან ჩართულები ამ საკითხზე და ამ რეფორმებზე და რეფორმების გატარებაში. ფინური სკოლები დღესდღეობით ფინეთში არის აბსოლუტურად უფასო და არის საუკეთესო. საერთოდ ამბობენ ხოლმე, რომ უფასო რაც არ არის, ის არ შეიძლება იყოს საუკეთესო, მაგრამ მაგალითი სახეზეა ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხა გამოიყოფა იმისათვის, რომ დაფინანსდეს სკოლები. ეს არის წლიური დაფინანსება, არ არის თქვა ერთჯერადი დაფინანსება. ეს არის დაახლოებით 8,5 თქვა შეიძლება მეტნაკლებად 8 მილიარდი ევრო. აქ საუბარი, რომელიც ყოველწლიურად გამოიყოფა საგანმანათლებლო სისტემის დასაფინანსებლად. ფინელები ყოველთვის ფიქრობენ იმაზე, რომ ხვალ ჩვენ როგორი გვინდა, როგორ სოციუმში, როგორ საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. ვინ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ მოგვემსახურება, ვთქვათ რა რესურსი ჩავდოთ იმ ადამიანებში, რომელიც ხვალ ჩვენი მომავალი იქნება და ჩვენი გარემო იქნება და ზუსტ მე ვფიქრობ, აი ამ კუთხით უდგებიან ისინი ზუსტად სკოლებს, რომ ის ბავშვები, რომელიც დღეს პირველ კლასში არიან, თქვათ 10-15 წლის შემდეგ ისინი იქნებიან ექიმები და პირველ რიგში იქნებიან მოქალაქეები. იმიტომ რომ ფინეთის სკოლა არ არის სკოლა, სადაც ბავშვებს ასწავლიან მხოლოდ და მხოლოდ საგნებს. თქვათ იქ ეს არ არის შენობა, სადაც ბავშვი მიდის, რომ ისწავლოს მათემატიკა, თქვათ ფიზიკა, ქიმია. იქ ბავშვი სწავლობს იყოს მოქალაქე პირველ რიგში და ისწავლოს ის, რაც არის მისაღები სახელმწიფოსათვის და რაც არ არის. ასე რომ იქ იზრდებიან, სკოლა არის მოქალაქეთა აღზრდის ადგილი. ამას ძალიან ყურადღებით ყოველთვის უსვამ ხოლმე ხაზს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ამიტომაც დღეს იდება ამხელა რესურსი, აქ იდება ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი ჩვენი მომავლისთვის და ეს არის ზუსტად ეს სიტყვები ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან ხვალ ჩვენი მომავლები. სკოლები არის ორიენტირებული ძირითადად იმაზე, რომ ბავშვისთვის გახდეს სკოლაში სიარული სასიამოვნო, სტრესის გარეშე, ეს არის მთავარი და იყოს აბსოლუტურად ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვისადმი. თქვათ, არ არის სტანდარტული არაფერი არ არსებობს ფინურ სკოლაში. ასევე პედაგოგებსაც არ აქვთ, თქვათ, გეგმა მოჭრილი, როგორ უნდა ასწავლონ, რანაირად მათ აქვთ მიცემული მასალა, რომელიც უნდა ასწავლონ, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ იმპროვიზაციის უფლება აქვთ, შეუძლიათ, თქვათ, თვითონ იყვნენ ძალიან კრეატიულები და რაც მთავარია, თითოეულ ბავშვს უდგებიან ინდივიდუალურად. კლასშიც კი არ არის, თქვათ, ყველასთვის ერთი პროგრამა. ყველას ერთი წიგნი აქვს, მაგრამ ზოგს შეუძლია სწრაფად აკეთოს დავალებები, ზოგი უფრო ნელი. ასე რომ პედაგოგი აძლევს ხანდახან ბავშვს საშუალებას, რომ თვითონ აირჩიონ დავალება სახლში, რომელი დავალების გაკეთება ურჩევნიათ. რაც შეეხება ეს თეორიული სწავლება უფრო ნაკლებად არის ფინურ სკოლებში, უფრო არის პრაქტიკა. რასაც თქვათ, ძალიან მცირე რაოდენობით მიეწოდება თეორია და მერე ის მერე პრაქტიკულად ხორციელდება. ბუნების გაკვეთილები ყველა ტარდება თითქმის გარეთ.
აი როგორც თქვათ მივდივართ ტყეში, ეხლა ტყის მოძებნა იქ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ყველგან ტყეა და ყველგან გავდივართ და თეორიას მაშინ ვებდებთ, აი თქვათ სოკოებს ვკრიფავთ, მერე განვიხილავთ რა სოკოებია, რა თქვათ ჭიებზე ვლაპარაკობთ, ხო, ვიჭერთ რაღაც ჭიებს. პრაქტიკა ძალიან პრაქტიკული სწავლა არის, იქ ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას გონია რატომღაც რომ ფინური სკოლები იმდენად თავისუფალია, რომ ბავშვი მოდის სკოლაში და ძირს წვება და რასაც უნდა იმას აკეთებს, მაგრამ ესე არ არის. იმიტომ რომ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავიდანვე უხსნით ბავშვს რა შეიძლება სკოლაში, რა არ შეიძლება, რისი უფლება აქვს ბავშვს და რისი არა. და თქვა თუ ბავშვი არასდროს არ ისჯება ფინურ სკოლაში. არასდროს არ ისჯება, მაგრამ მას ძალიან მკაცრად აეხსნება და განემარტება რა დააშავა და რა მოყვება თითოეულ თქვათ ცუდ საქციელს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკული აზროვნება ეს თავიდანვე იწყება ფინურ სკოლებში, იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გინდა რომ ყავდეს თავისუფალი მოქალაქე, ეს უნდა დაიწყო ბაღიდან, საბავშვო ბაღიდან იწყება ეს. აუცილებელია ბავშვისთვის კონდეს ინდივიდუალური მიდგომა ყველაფრის მიმართ, ესეთი კრიტიკული აზროვნება, ინდივიდუალური აზროვნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფინურ სკოლებში. მშობლები არ არიან ჩართული სკოლის აქტივობებში, იმიტომ რომ სკოლა მიცის, რასაც აკეთებს. ასე რომ მშობლები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩართულები, თუ მის ბავშვს აქვს რაიმე პრობლემა. მაშინ ხდება უკვე მშობელთან შეხვედრა და ესა. მაგრამ ისე რომ ბავშვი არის, რა თქმა უნდა, მშობელთა ესეთი ჯგუფია, რომელთაც აქვთ უკვე თუ ვინმეს რაიმე იდეა აქვს, ან ისინი თანამშრომლობენ ძირითადად, რომელიც აქტიურად არიან ჩართულები. მაგრამ მშობელს არავითარ შემთხვევაში არ აქვს იმის უფლება და არც უთითებს, თქვათ, რომ მიუთითონ სკოლამ რა უნდა გააკეთოს, ან მასწავლებელმა რა უნდა ქნას, იმიტომ ყველა მიცის თავისი საქმე, მათ შორის მშობელმაც. მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, რომ როცა მშობელს შეხვდება, რაც შეიძლება ყურადღება გაამახვილოს მის დადებით თვისებებზე. უარყოფითზე როგორ გადავჭრათ ერთად ეს პრობლემა, მაგრამ ისე არა, რომ აი თქვა ბავშვის უარყოფით თვისებაზე, ან უარყოფით არა, ძალიან ფაქიზად უდგებიან ამ საკითხს. პედაგოგი როცა აყავთ სამსახურში, ესე იგი ის არის აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ შევიდეს კლასში და იყოს პედაგოგი. იმას არავითარი გადამზადება, არავითარი რაღაც კვალიფიკაცია. თუ თქვათ პედაგოგს თვითონ აქვს სურვილი, რომ რაღაც კურსები გაიაროს, მაშინ მას ის ატყობინებს სკოლას და თვითონ თავისი სურვილი და თუ საჭიროა დაფინანსება, სკოლა აფინანსებს ამასაც. ან თქვათ ქალაქი აფინანსებს ამას. გააჩნია, მაგრამ ისე რომ პედაგოგს მოსთხოვოს შენ უნივერსიტეტში იმდენად დეტალურად ისწავლება ყველაფერი და იმდენად ბევრია საკითხავი და საწერი და მოსამზადებელი, რომ უკვე ის როცა აყავთ სკოლაში როგორც პედაგოგი, ის აბსოლუტურად მზად არის უკვე იმისთვის, რომ და საკმაოდ პატივსაცემი და საკმაოდ დაფასებული პროფესია, პედაგოგის პროფესია ფინეთში. ძირითადად ფინეთში არის საჯარო სკოლები. იმიტომ რომ იმდენად კარგი სკოლებია, საჯარო, რომ არავის არ უჩნდება სურვილი, რომ შეიძლება ბავშვი წაიყვანონ, თქვათ, კერძო სკოლაში თუ რაღაც განსაკუთრებული, თქვათ, უნდა რომ მიიღოს განათლება ფრანგულად. იმიტომ რომ ფინური სკოლებია, იქ ფინურად არის სწავლება, მაგრამ თუ მშობელს უნდა რომ ბავშვმა მიიღოს ფრანგულად განათლება, მაშინ ფრანგულ სკოლაში და ის არის გამონაკლისი შემთხვევა. ფინეთში საერთოდ არავის არ აქვს ეგ პრობლემა, რომ თქვათ ბავშვი იოდეს, ეს გამორიცხულია. მაგრამ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს ის კალორია, რომელიც არის დაგეგმილი და განსაზღვრული ბავშვისთვის სკოლაში ყოფნის დროს. არის მომენტები, რომ ბავშვი თქვათ არ უნდა ჭამა, მაგრამ ვაძალებთ ხოლმე, რომ რაღაც მაინც უნდა მიიღოს ბავშვმა, იმიტომ რომ ის კიდე 2-3 საათი უნდა იჯდეს კლასში. ასე რომ კვება არის ნომერი პირველი, რომელიც გადასაჭრელია ყველა სკოლაში, მთელ მსოფლიოში. ტვინი ვერ ითვისებს მასალას, თუ მშიერია ბავშვი. სკოლაში ჭირდება ფინანსები და სახელმწიფოს დახმარება. ეს აუცილებელია. იმისათვის, რომ შეიქმნეს კარგი ინფრასტრუქტურა, ვთქვათ, პროექტები ჩატარდეს სკოლაში იყოს, ვისაც შევხვდი, რაც ნახე, ახლა мотивация არის, ნიჭი არის, კრეატიულობა არის.
უბრალოდ მხარდაჭერა ასაჭირო. მხარდაჭერა არ არის. განათლება არ უნდა იყოს პრივილეგია. მე თუ ვარ პრეზიდენტის მეზობელი, მე და იმის და ჩემი შვილი ერთ სკოლაში სწავლენ. იქ არ შეიძლება რომ პრეზიდენტმა სხვა სკოლაში წაიყვანოს, იმიტომ მისამართების მიხედვით ნაწილდება სკოლები. ყველა სკოლას ეძლევა თანაბრად და ყველა სკოლა ვითარდება ერთნაირად. ფინეთში არ არის ეს მიღებული, რომ თქვათ რაღაცის გამო ვიღაცას მეტი დაფინანსება გქონდა. მე ვფიქრობ, რომ სკოლის რეფორმებია გასატარებელი და სკოლები არის დასაფინანსებელი. საჯარო სკოლები. დიდი მადლობა ქალბატონ დალის ამ ინტერვიუსთვის 10 წუთში ვეცადეთ რომ ჩაგვეტია ის ყველა ღირებულება რაც ფინურ სკოლებს აქვს და ის რომ მოსწავლე გაკვეთილზე მშიერი არ უნდა იჯდეს ის რომ მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება ერთნაირად მნიშვნელოვანია ის რომ თითეული მოსწავლე უახლოეს პერსპექტივაში გადაწყვეტილების მიღები მოქალაქეა და ადრეულ ასაკში რასაც ვასწავლით იმას ვიმკით ის რომ ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტია ადამიანი კი ყველაზე მთავარი ღირებულება აი ესაა ევროპული სტანდარტი სინამდვილეში და ამისკენ სწრაფვა გვევალდებულება ჩვენც კონსტიტუციით და კონსტიტუცია მავალდებულებს მეც ვიყო მათი მხარდამჭერი ვინც იბრძვის ამ ღირებულებებისთვის ჩემი სოლიდარობა პატიმრობაში მყოფ და დემონსტრანტებად ქცეულ სტუდენტებს ვისაც კარგ ქვეყანაში ევროპულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება თავისუფლებას ვიაც თავისუფლება მზიას მომდენო ხუთშაბათს დავზუმავთ ისევ განათლებაზე გემშვიდობებით ნახვამდის Thank you.